Ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი რომან გოცირიძე. იგივე ნაც ჯალათი, ესე ნაც ჯალათი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. აშკარად ძალიან გამწარებული იყო იმედის სოციალური მედია, რომ თქვენ აი ამ თქვენს მოსაზრებაზე ქარდად გამოდეს და პირდაპირ ნაც ჯალათი ბატონი რომან გოცირიძე ესევე დაგარქვეს, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ რამე არ გიხდებათ ცხოვრებაში, არის ეგზით ხო რომ ნაც ჯალათი ხართ. ხო, მაგრამ გარკვეულწილად მოგესალმებით, გარკვეულწილად ჯალათი მაინც ვარ მათთვის, იმიტომ რომ ყოველდღე რომ ამხელ ამათ დამნაშაულებს, ეკონომიკურ შეცდომებს, კორუფციას, თანაც სწორ პროგნოზებს ვამბობ, რომელიც ახდება ხოლმე, მაგალითად ვამბობდი, რომ იმედს აუცილებლად დაასანქცირებდნენ და მას სანქციები არ აცდება და ეს იმიტომ გამოდის, რომ თქვი, რომ იმედი არის მომაკვდავი კომპანია. და მის საფლავის ქვაზე რაც გინდა ის დაწერეთ. მიაწერეთ, ოღონდ ძელი გამოვიდა და ეს არ გამოიტანეს. ხო, და პირდაპირ. ამიტომ ძალიან მოხვდათ გულზე, ვინაიდან იციან რომ რასაც ვამბობ, დიდი ნაწილი ახდება ხოლმე და მართლა გითხრა ერთი რაღაცა ვერ გამოვიცა, რომ ჯერ მეგონა რომ მოკვდება ქართული ოცნება და მე რეიმე. ხო, და წავა პოლიტიკურ სანაგვეში და ამის მერე უკვე ნელ-ნელა მოკვდება იმედი, ვინაიდან 500 მილიონი ლარი მისცა ივანიშვილმა და რუხაძემ კომპანიას, რომელიც არის გაკოტრებული, აბა 1000 ლარად ვინ გაყიდი და ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ გაკოტრებული კომპანია იჩუკო თანაც ორ კვირაში დაგასანქციონო და მთელი შენი ბიზნესი დაღუპო. ცხოვრება დაინგრია. და კომპანია რომლის აქტივები, ანუ ქონება, ყველაფერი ერთად აგურ რო გაყიდო. ეხლა რო დაშალო იმედი რომ გაყიდო არის 25 მილიონი. 25 მილიონიან კომპანიას არჩენდა ივანიშვილი რუხაძე, შავი ფული, თეთრი ფული, პირდაპირ ქართულს წესხებით აქვს. და ერთადერთი პროგნოზია ეს არის, რომელიც პირიქით ჯერ იმედი მოკვდა და მე ქართული ოცნებას მიყვება და ახლა დროც ვიცი რომ ის მიყვება, მაგრამ ახლა არ მინდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის ისი, რომ აი მაგალითად ივანიშვილის დასანქცირებას ეგეთი რეზონანსი არ მოყოლია, რაც ახლა აი ამას მოყვა. ანუ აი მთელი აი მე არ ესე მდგომარეობიდან გამოსული მთელი ხელისუფლება, რა ვიცი, აი ხა თუ მათი მართული ტელევიზია არ არის, რაზე ნერვიულობენ? რა ნერვიულებთ? ივანიშვილის სანქცია ხო მათთვის შოკი იყო. და თანაც ნაწილობრივ დასანქცირდა, პერსონალური სანქციები ჰქონდა, ოჯახის წევრი არ დაუსანქცირებიათ, სადაც ქონებებია გადაფორმებული, არც ქართულ და არც მას ბიზნესები კი გამოენთნენ, ასე ვთქვათ, და დაიცვეს, მაგრამ ისეთი კატასტროფული რეაქცია არ ქონიათ, ვიდრე იმედის დასანქცირებას. რატომ? იმიტომ რომ პირველად მოხდა, რომ იურიდიული პირი, ანუ კომპანია დასანქცირდა. უცბად ყველამ დაინახა, რომ იმედის ბედი შეიძლება ეწიოს ქართული ოცნების ნებისმიერ წევს და პარლამენტში ყოველი მეორე არის მილიონერი. დაინახეს, რომ სადაც იმედი დასანქცირდა, და მედია საშუალება მაშინ რა მოუვა მათ ბიზნესებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთთან არიან კავშირში, თუნდაც რუსეთს ეხმარებიან იგივე სანქციების გვერდის ავლაში. იმედი კი არა, ყულევის სპორტს ასანქცირებენ. დღეს არ არის, დღეს წესრიგიდან მოხსნილი. და უმძიმესი დარტყმა იქნება, თქო უნდა. ეს ქვეყნისათვის მარტო რკინიგზას 2,5 მილიონი ტონა დააკლდება ჩვენ რკინიგზას, მაგრამ ყულევი აზერბაიჯანის საკუთრებაა. ხო. ყულევის სპორტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარს. და სოკარმა უნდა თქვას,
რას აკეთებს? ის რუსული ქარხანა რო შენდება, იმაში, რა ქვია, ყულებში იმასთან ერთად, ასე ვთქვათ, მართლა რაღაცას ჭალიჩობს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ჩააგდო შავ დღეში და თუ კი ყულები გადარჩა, ეს მხოლოდ აზერბაიჯანის გამო, ვინაიდან დღეს ტრამპს და დასავლეთს უამრავი გეგმები აქვს ყულებთან დაკავშირებით. თუმცა გადარჩება თუ არა, ღმერთმა იცის. და აზერბაიჯანის წარმოებული ნავთობპროდუქტების თითქმის 100% გადის ყულებიდან. კატასტროფაა ეს მათი ეკონომიკისთვის. იმედმა, როგორც სარკეში დაანახა მათი საშინელი მომავალი. აი ეს დაინახეს. ახლა თავად იმედი უკვე გადაიქცა არა მხოლოდ ტოქსიკურად, ანუ იმედთან დაკავშირებული ყველაფერი. მესაკუთრებით თუ ხარ რეკლამას თუ მიიტან თუნდაც, ვინ უნდა მიიტანოს რეკლამა? ან შეუძლებელია რომ იმედმა ანგარიშწორება მოახდინოს. უთხრა პრემიერმა რომ უნდა მიიტანოთ ახლა თქვენ ყველამ გააგრძელოთ ურთიერთობა, რანაირად უნდა გააგრძელოთ დაფორმით. საოცრებად არის. მიიღეს კანონი. თუ ბიზნეს სუბიექტი არა აღმაშენებლობა დამფუძნებელი კერძო პირია თუ სახელმწიფო, თუ რაიმე პოლიტიკური აქტივობას გამოავლენ, მათ შორის ირიბად ან რეკლამას მიიტან, ან დროშას უყიდი დაუშვათ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, 7 წლით ისჯებით ციხით. და კანონი ძალაში 2 დღის შესულია და მოუწოდა ყობახიძემ ბიზნესს, რომ აი ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ტელევიზია დააფინანსეთო და ნუ გეშინიათ სახელმწიფო საწარმოები მოგივლიანო. იმეცეუბნებიან, ვერაფერი ვერ უშველის, მაგრამ სახელმწიფო საწარმო ვინა? ჩვენი მოქალაქეები ჯიბიდან ამოღებული ფული. სასაცილო რა არის, იცი? დღეს რა რეკლამაც არ უნდა მიიტანოს ნებისმიერმა საწარმომ იმედში აღიქმება ცინიკურად. მაგალითად ძალიან ცნობილი რეკლამაა, რომ ესე იგი ჩვენი გზა შვიდობით მიგიყვანთ, ხო? რკინიგზის რეკლამა. და რა მშვიდობით მიგიყვანთ, სად მიგაღ რეკლამა? ჯერ ერთი დაგასანქცირებენ, აქ რო რეკლამა მიგაქვს, რომელ მშვიდობაზეა საუბარი? რა უნდა კითხოთ, იცი, აი სერიალებს რა ეშვება? თურქული სერიალები. აი ხა, მაგალითად, ხალხიც ხო ცოდოა ბატონო რომან. ამ თურქულ სერიალსაც თუ ვერ იყიდის ახლა ტელეკომპანია იმედი, რითი ვიცხოვროთ? იმედი ვერასდროს იგივე პოზიტივი და იგივე ბედი ეწევა რუსთავის, ვერასდროს ფულს უცხოეთში ვერ გადარიცხავს. ეს უნდა გაიგოს ყველამ. რაც შეეხება სერიალებს, ჩემი სტუდენტობის დროს გადიოდა გაზაფხულის 17 გაელვება. ასეთი საბჭოთა სერიალი იყო, მთელი ქვეყანა მაგას უყურებდა. და იყო კიდე პოლონური სერიალი 4 ტანკისტი და ძაღლი. და იმას განსაკუთრებით ვინაიდან ერთ მახარაშვილი იყო იმ 4 ტანკისტში ერთი ქართველი. და მოკლედ ერთი ლექტორი მყავდა, სემინარებს გვიკითხავდა და გაგიჟებული იყო ამ სერიალებზე და როცა გაკვეთილი არ ვიცოდით, ვეუბნებოდით რა იყო დღეს ამ მე-15 სერიაში შტირლიცი დაეჭირეს თუ არა და ეს მოყვებოდა ამას თავიდან ბოლომდე. ასე დამთავრდებოდა ეს გაკვეთილი და ძალიან უყვარდა მოყოლა. ეხლა ეს სერიალები ალბათ წინათ რომ იყო ერთი 90-იან წლებში გაზეთებში იწერებოდა. კასანდრა და იმის სერიები იწერებოდა. კასანდრა, მონა იზაურა, შუქი გაითიშებოდა და ხალხი ვერ ნახულობდა და მეცხრე ბლოკი გამორთული იყო და შუქი გრაფიკით იყო. გაზეთი, სადაც ეს იწერებოდა, ეს გაზეთი იყიდებოდა ძალიან მაგრად. მაგრამ და ეხლა იმედის სერიალები ალბათ გავა ასავალ-დასავალში, ინტერნეტი გაუთიშეს. იმედს ინტერნეტი გაუთიშეს, რა ქვია, ვებგვერდი გაუთიშეს და სერიალებს ვებგვერდზე ვერ გამოაქვეყნებს და აქეთ ირიბად ასავალ-დასავალი იშოვის ფულს. ხო. იმედი არის მილევად რეჟიმში. რაც იყო ის ვერ იქნება ვერასდროს. ნუ ალბათ უფრო ხელით მიტანილი ფულით იმუშავებ, მაგრამ აი მე უბრალოდ ის მაინტერესებს ეს სატელიტიზე ხო უნდა გავიდეს, ხო? არხი სატელიტი ნიშნავს, რომ მაუწყებლობა გაავრცელოს. ხო, ეგ არის. აზერბაიჯანული სატელიტზე არიან. კი, აზერბაიჯანულიც არის. და როგორ გადარიცხავენ შეიძლება მათ დარჩენ რუსული შეიძლება რუბლებით რაღაც შემოვლითი გზით. ოღონდ ესე ძალიან გაუჭირდება, რომელი ქართული ბანკი გაბედავს, თუნდაც იგივე რუსული ფულის გადარიცხვას, თუნდაც იგივე აზერბაიჯანულ კომპანიაში, რომელიც აი ამ სატელიტს ემსახურება. რაღაც შემოვლითი არხები ყოველთვის არის. რაღაცა ხრელებს იპოვიან. მაგრამ ყველა დიდი კომპანია
რაღაცით დაკავშირებულია დასავლურ ბიზნესთან, ან დასავლურ, ასე ვთქვათ, კანონმდებლობასთან. ყველანი რისკის ქვეშ ჩაიგდებენ თავს. რაც უნდა მოუწოდოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, რომ კონსტიტუცია არის პირველადი და მეორადი და ასე სანქციებს საქართველოს კი არ აწესებს. სანქციას აწესებს დასავლეთი. ვინ ეკითხება თურნავას, დასავლეთის ბანკი მიიღებს უარ აქედან გადარიცხვას. დაუშვათ TBC ბანკმა იმედის ფული გადარიცხა იგივე სატელიტისათვის. ვინ გაატარებს ამას? დაუშვა და შეშინდა ჩვენი ბანკები და მთავრობის ამ უგუნურ მოწოდებას ახვნენ. როგორც კი გადარიცხა საკორესპონდენტო ბანკი ქვია შუამავალი ან მიმღები ბანკი, როგორც კი დაენახავს რომ აქ იმედი წერია, მორჩა, ერთი ეს ფული უკან დაბრუნდება და თუ გაემეორებს, ეს ბანკები აღმოჩნდებიან რისკის ქვეშ. ამიტომ სანქციას აქედან გადამრიცხველის, ასე ვთქვათ, ნება კი არ ჭირდება მხოლოდ ასე თქვა სანქციების აღსრულებას, არამედ მიმღების ნებაც და საბანკო სისტემაში შეუძლებელია რომ დასანქცირებული კომპანიის ანგარიშწორება განახორციელო ისე რომ არ დაზიანდე და დიდი ზიანი არ მიაყენო უკვე შენს კლიენტებს და აქციონერებს. ასე რომ ეს ფორმალური მოწოდება იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მოწოდებას არავითარი ძალა არ აქვს. ასე რომ იმედის თემას რომ მოვუჩეთ, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელშიაც კომპლექსურად აისახა ამ ხელისუფლების საბოლოო საერთაშორისო იზოლაციის სურათი. და ფაქტობრივად იმედის მომაკვდარებში გადასვლა უკვე ქართული ოცნების მომავალი ბედის მაჩვენებელია და ამიტომ არიან ასეთ დიდ განცდებში. მე არ ვიცი ესეთი აი რაღაცა ბრიტანეთის ელჩის დაბარებებით და მთელი ამბავი თუ აი ხო ხდებით მართლა ამ კითხვას თუ დამოუკიდებელი მედიაა და მთავრობა საერთოდ არაფერ შუაში არის, რატო ერევა? რატო რა თქმა უნდა ეს კომიკური ვითარება ელჩი დაიბარე. ფაქტია რომ ხელისუფლება რომელიც მოდიოდა იმ პერიოდში, როდესაც თავიდან უნიათობის პერიოდი უწოდოთ ამას, პირველი 4 წელიწადი საზოგადოების თვალში, თორე ჩვენ კი ვიცოდით, რომ ივანიშვილის პირველივე შემოსვლა და განცხადება რუსეთთან დაკავშირებით და 2 მილიარდ ნახევარი რომ გამოატანა პუტინმა, ვინ იყო და რა იყო, აშკარად ნათელი იყო, მაგრამ საზოგადოების თვალში ხალხი ვერ მიხვდა. ქართულ ოცნებას მმართველობის პირველი პერიოდი იყო არაკომპეტენტურობის და უნიათობის პერიოდი. მეორე პერიოდი ბოროტების პერიოდი იყო და კორუფციის პერიოდი და რომელი წლებია? ეს უკვე 20-24 თუ არა 12-16 უნიათობის პერიოდი, 16-20 ბოროტების პერიოდი, როდესაც გარეჯი საქართველოს და რაღაც მსგავსი მოწოდებებით პატრიოტული ადამიანები ჩასვეს ციხეში და ტოტალური ძარცვა და კორუფცია, ხოლო მესამე ვადა ეს არის ღალატის პერიოდი. და განსაკუთრებით პირდაპირ ღალატის გზას დაადგენ უკვე 2022-ში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფაქტობრივად აი ასე მოხდა მათი ამ რეჟიმის ტრანსფორმაცია. ეხლა ჩვენ უყურებთ რეჟიმს, რომელიც მოვიდა 100 ქარხნის ლოზუნგით და დღეს რომელსაც სანატრელი აქვს კვერცხის ფასის 3 თეთრით დაკლება. 100 ქარხნით მოვიდა და გვახარებს რომ კვერცხმა დაიკლოს 3 თეთრი. არ ჯერ სად არის მართლა დაკლებული ხო? სად დაიკლო? ხო და დღეში ვარ ხო? როდესაც პირველ აი ამ უნიათობის პერიოდში მოვიდნენ, ლარი იყო $1.65 და უცბად ავარდა 3 და 2-მდე. კი 100%-იანი დევალვაცია განიცადა, ფასება მოიმატა, მაგრამ ზოგიერთ საქონელზე ფასის მომატება ძალიან მტკივნეულია, ამიტომ მემართავენ ეშმაკობას. მაგალითად, უცბად ხედავთ რომ პური იგივეა, სიგრძე, სიგანე, ზომა, მაგრამ წონაში მოაკლეს. სუბუქია. ხო, ამას ქვია ფარული ინფლაცია. აბა ეს არის ტერმინი მაგის ხო ფარული. ეს არის ფარული ინფლაცია. ღია ინფლაცია, რაც ახლა ჩვენთან ხდება, ქართული ოცნების მმართველობიდან დღემდე ფასები გაორმაგდა. ანუ 100%-ით გაიზარდა, თანაც არა მარტო სურსათზე, მედიკამენტებზე და ასე შემდეგ, ყველა საქონელზე. ახლა რომ გადავიდეთ ფარულ ინფლაციაზე. მაგრამ გინახიათ ხო, ანუ მიდიხარ ზაფხულში
და 2 წლის წინ ეს ნაყინი იყო დიდი მგვალი ბურთულები და უსმათ ეხლა დაპატარავდა. იგივე ღირსობა. ხო. ოღონდ იგივე ღირს. იგივე ფასი იგივეა. ოღონდ ზომაწონაში ნაკლებია. ხო პურის არ იყოს და ეხლა კვერცხზე როგორ აპირებენ ფასის დაკლებას. კვერცხზე დაპატარავებს ქათამი თუ რას იცავს. ხო და აი, როდესაც ვიღაცა მოვიდა და თქვა რომ მე 5 თეთრი დაუკლებოდა, მე სხვა კომპანიები გაგეჟდნენ რა 5 თეთრით, შუქის ფული მომემეტა წყალი, იმპორტირებული საქონლით ვამარაგებ. რანაირად აკლებ ამ სამთეთრს და აუჯახდნენ, ასე ვთქვათ, კოლეგა ბიზნესმენები. და თურმე რა ყოფილა? საიდუმლოდ მითხრეს მე და ახლა გინდა დაიჯერე და გინდა რა. ამ ბიზნესმენს რომელსაც უნდა რომ აამოს მთავრობას შემოუყვანია პატარა ქათმები, ცოტა სჭამს, ცოტას ასე ვთქვათ ხარჯებია. კვერცხი იმპურის არ იყოს, რომ მიდიხარ სტანდარტული კვერცხი ხომ დიდია. ეს პატარა ქათმები პატარა კვერცხებს დადებენ. ეს კაცი შეიტანს ბაზარში და სუპერმარკეტებში კვერცხს 20 ცალი კვერცხი ეღირება იგივე ფასი აღონ ზონაში მამა ანუ პატარა ქათმები შემოყავთ. ამიტომ პატარა ქათმები შემოყავთ რომ ამიტომ კვერცხებს ზომაში დააპატარავებს. ხო. და მე ვიღებ ფარულ ინფლაციას ყველა ნაბიჯში რაღაც სარგებელს პოულობენ. ერთი გაბრიყვება ხალხის და ამიტომ უნდათ ეს მთავარი გამაბრიყვებელი იმედი ყველა წამოწყება მილიარდიანი სტადიონი ფულის მოტეხის ფორმა მილიარდიანი ქალაქი არსენალის თვაზე პარლამენტის გადატანა ფულის მოტეხის ფორმა მილიარდიანი ინვესტიცია რუსთავის გზაზე და ქუთაისში ეს საუნივერსიტეტო ქალაქების აშენება აქაც ფულის მოტეხის ფორმა იქ კიდე ივანიშვილის უნივერსიტეტი რომ არის იქ კიდე აქედან ასე ვთქვათ კადრების იქით გადასვლა და ასტროლინგვისტიკა, ასტროარქეოლოგია, 1000 საინტერესო საგნები ისწავლება მაგრამ საოცრებია. უნივერსიტეტში უნდა დანერგონ ექიმბაშური სპეციალობა, როგორც არის ფსიქო კი რა ქვია, ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია. რა არის ასტროლინგვისტიკა? ასტროლინგვისტიკა არის ის, რომ დედამიწაზე რაღაც მოვლენები და რაღაც ენები და რაღაცები ხომ არ არის კოსმოსიდან მოსული. ხო. ანუ ჩვენი ენა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული ენა, რომელსაც არ აყავს არავითარი მეზობელი, არავითარი ნათესავი ვარ, იბერიული კავკასიური ჯგუფის არის მარტო მეგრული, სვანური და ქართული საიდან მოვედით? ინდოელები ევროპულად ლაპარაკობენ, ხო და აგერ არაბები და ისინი და ჩვენ რა თქმა უნდა კოსმოსიდან. ხო? აბა საიდან უნდა გაჩენილიყო იდეა, რომ ასტროლინგვისტიკის ფაკულტეტი შემოიღო ქუთაისის თანაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ოღონდ ესო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნებაო. და უნივერსიტეტის 90% ჰუმანიტარული საგნებია. სავარაუდოდ ესე იგი არის ლოგიკა, რომ ჩვენ უცხო პლანეტაზე, ანუ სადღაც კოსმოსში რომელიღაცა ცივილიზაცია არსებობს, სადაც ქართულად ლაპარაკობენ მხოლოდ. კი, აბა. რა თქმა უნდა, კოსმოსში მიფრინავს ზონდი. ხო. რომელშიც არის პლატინის ფირფიტა. ვიცით, ხო? და ჩაწერილია ფორმულები, რაღაცა ადამიანის სახეები და ეს ზონდი მიფრინავს, არის უკვე 19 საუკუნეში მიფრინავს და შეიძლება მართლა ცივილიზაციას მიაღწიოს და ერთადერთი ხმოვანი სიგნალი არის ჩაკრულო. ჩაკრულოც გაშებული გაფრინწოდა დაკავარდა. ხო და ალბათ შეიძლება ჩამოდით. შეიძლება ესეც იყოს საფუძველი ქუთაისში ამ ფაკულტეტის შექმნისა, რომ ხმა ადამიანს როგორი აქვს ჩაკრულოში ჟღერს. ბატონო რომან, ანუ ესე იგი ფასების ამ სტაბილიზაციაზე რომ მიდის, ანუ აი ამ რჩევებს ვისგან იღებენ? ხალხისგან იღებენ ამ რჩევებს, საიდან იღებენ? ეხლა თქვენც ხო მუშაობით ხო ფასების სტაბილიზაციაზე, თქვენთანაც ანუ ხო იყო რჩევებზე მოდიოდა ვინმე ხალხი გეუბნებოდა თუ როგორ იყო? სახიფათო რა არის? ესენი ხო საშუალოსნები არიან, სამოსნების გუნდია. ხო. ნორმალურ ქვეყანაში ესენი დეპუტატები და მინისტრები კი არ იქნებოდნენ, აი კომუნისტურ ეპოქაში უცხოვრია პატარა დონის მენეჯერს ერქვა ბრიგადირი. აი პატარა ბრიგადები არსებობდა კოლმეურნეობაში სადღაც. აი საშუალო რგოლის მენეჯერის დონის ადამიანები არიან, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი ნათელია, ხო შეგიძლია წაიკითხო,
და იგივე ფასების ამ პოლიტიკამ რა მოუტანა თუნდაც იგივე ვენესუელას ხომ შეგიძლია გაიგო, მაგრამ უბედურება ისაა, როდესაც მართავს ქვეყანას ერთი ადამიანი არ არსებობს კანონი, არის ჩაკეტილი, აქვს სიკვდილის ჯიში, რომელ სახში ცხოვრობს კაცი შვილმა არ იცის, ვინ იცავს არავინ არ იცის და ვის ხვდება არავინ არ იცის. სუფრაზე მოტანილი რაღაც ჭორებით. აი მაგალითად რაღაც პერიოდში უყვარდა თურმე кейფები და მოყვავდა მღვდლები, მომღერლები და მე მიიღო კანონი, რომ ქართული სუფრა გამოაცხადა კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად. ასე დაარქვა ქართული სუფრა, ანუ პურობა. ვიღაცამ შეიძლება მევიდა და უთხრა, რომ ასე გავაკეთოთ, იმიტომ რომ იდეებით შეწუხებული უამრავი ადამიანი არსებობს. მე მაგალითად მოგიყვებით ერთ რამეს. მთავრობაში ვარ ვიცე-პრემიერი და დავწერეთ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა. ხო. გამოქვეყნდა პრესაში და მიდის საზოგადოებრივი განხილვა. ვიღაცა მირეკავს სერიოზული ხვით. ბატონო რომან წავიკითხე მაკროეკონომიკური სტაბილურობის პროგრამა ძალიან მომეწონა და მე მაქვს იდეები ქვეყნის მომავალი განვითარების და მინდა შევხვდეთ. მოვიდა კაცი, კარგად ჩაცმულ დახურული პიჯაკი ხალხსტუხით მელაპარაკა ფასების სტაბილიზაციაზე, მონეტიზაცია, პრივატიზაციაზე და ასე შემდეგ და აი ამოდენა დიდი ნაშრომი დამიდო. ხო. წავიდა ეს კაცი და გავხსენა რას ხედავ. ლექსად დაწერილი ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ლექსად ყოდა დაწერილი. აი რაღაცა იყო. მთელი ეკონომიკური განვითარება ქვეყნის რომ განვითარდეს ნაცია, შევატაროთ პრივატიზაცია, ფასების სტაბილიზაცია და ლარის მონეტიზაცია თუ რა მოგედა. ისეთი რითმები იყო. ისეთი. ამიტომ აი ასეთი უცნაური ადამიანები ახვევია ხოლმე გარს. ეს კაცი შემდგომ რომ მოვიდა ივანაშვილთან რომ ისულიყო არ არის გამორიცხული რომ ის ლექსად დაწერილი გამოექვეყნებინა და დღეს ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქონოდა ქვეყანას ერთადერთ მსოფლიოში ლექსად დაწერილი. ლექსად დაწერილი. ერთებას მინდა შევეხო ბატონო მან ახლა ლარის იუბილეი იყო ახლა ხაზ, ხო? და პრეზენტაციაც ჰქონდათ, მე ვნახე ეს პრეზენტაცია ძალიან მომეწონა, ჩამიგდეთ და წავიკითხე და კარგი იყო. და აქ არის ერთი ფაქტი, როცა ლარი დაიბეჭდა ეროვნული ვალუტა. ხო, ნუ იქ ახლა ცალკე ამბავია, რომ ალბათ დიდი მსჯელობა მიდიოდა, ვინ უნდა დაებეჭდათ ქართულ კუპიურაზე თანმიმდევრობით, ხო? ახლა ისე მოხდა, რომ მაგალითად 500 ლარიანზე დავით აღმაშენებელი ყავს, მაგრამ მიმოქცევაში არ აქვს, ანუ ვერ ვნახულობთ. ხო არის ეს რომ აი ახლა 200 ლარიანზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყავს დახატული, მაგრამ მაგასაც ვერ ვნახულობ. კი, ამას იყარებ. მე ბოლო პერიოდში თამარ მეფეს თუ ვნახავ ტელევიზიის მდგომარეობიდან გამომდინარე და ხო რუსთაველს ვერ ნახულობ. რუსთაველს ჯერ ვერ ამნახულობ. რა მინდა გავიხსენო. მოვედი ეროვნულ ბანკში და პირველი რაცაც მეუბნებიან რა უყოთ 5 ლარიანებს. ვეკითხები რა 5 ლარიანები? გატენილია უზარმაზარი საცავი 5 ლარიანებით, რომელიც არის 5 ლარი, ხომ ვიცით რა არის? არის ივანე ჯავახიშვილი, ხო. და აწერია მიხეილ ჯავახიშვილი. მართლა? ქვემოთ აწერია მიხეილ ჯავახიშვილი. მიხეილ ჯავახიშვილი. გავიდა მიმოქცევაში, გონიათ რომ ივანე ჯავახიშვილია და დეზერტირების ბაზარში ვიღაც ხალმა დახედა და მიხეილ ჯავახიშვილი. ის რა არის კაცო? ესო ეთყობა ახლა მაშინ ლამის ყველა ვაჭრობდა პროფესორები და დოცენტები რა ის იყო და ეთყობა განათლებული იყო და ივანე ჯავახიშვილი არის პორტრეტზე და მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი აწერიაო. ატყდა დიდი სკანდალი მთელ მსოფლიოს მოედო და ეს საინტერესო იმიტომ არის რომ კოლექციონერებისთვის ასეთი შეცდომა არის უზარმაზარი ბედნიერება. და ისტორიაში შევიდა ქართული ფული ოღონდ სამარცხვინო კუთხით, სადაც ერთი ადამიანის პორტრეტს აწერია მეორე ადამიანის გვარი. და ეხლა დღეისათვის ეს 5 ლარიანი თუ არ არსებობს 300 ლარი ღირს. ლამას იმაში. ოღონდ უნდა რაღაც ნაწილი უნდა გაანადგურო, უნდა მიცე ინფორმაცია რომ შეზღუდული რაოდენობით არის და ეს უკვე კოლექციონერებს ჭირდებათ. და მე შემდგომ ვინც იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმასაც არ გაუნადგურებია და ბოლოს ვიღაცამ ოდესაც ჩაიარა ისტორიამ უკვე და 30 წელი გავიდა თითქმის უკვე ეს უფრო კურიოზში გადავიდა ვიდრე სამარცხვინო ფაქტში. ვინ შეცვალა
ივანე მიხეილი. მიხეილით დღემდე ამოუცნობია და 2 მილიონი ნახევარი კიდაკარგა ჰოლანდიის კომპანია მამაში. ბატონ რომან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. საინტერესო საუბარი გქონდა და ესე იგი არ ვიცი რა იქნება მომავალში ახლა როგორ წავა მდგომარეობა, მაგრამ რაღაცა ჩვენც რაღაცა საინტერესოდ მოუყევით მაყურებელს ჩვენი მდგომარეობის შესახებ. თუ იმედზე კიდე დაინახეთ ჩემი პორტრეტი დაკარდული და რაღაც წარწერით ჩათვალეთ რომ ათიანში გავარტყე და ის მოხდება რაცაც ისინი გამოიტანენ. ესე იგი ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნაც ჯალათი. ბატონი რომან გოცირი. ოღონდ ესეც კი არ ცოდნიათო არა ვარ ნაციონალურ მოძრაობაში უკვე. არ არის წევრი. არც ერთ პარტიაში არა ვარ ეხლა. არ არის. ეხლა ვარ. უბრალოდ ჯალათია. უპარტიო ჯალათი ბატონი რომან გოცირძე ძალიან დიდი მადლობა ბატონ რომან მომბრძანებისთვის მინდა წარმატებები და ჯანმრთელობა გისურვოთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის სამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.